გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალამდია. საინტერესო აზრი მოვისმინე ერთ-ერთ ვიდეო რგოლში. 20 წლის წინ ევროპაში რომ ვინმესთვის გეკითხა ვინ მოიგო მეორე მსოფლიო ომის, სწორ პასუხს გაგცემდა. დღეს კი ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაში არსებობს აზრი რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგო აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა. და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ვინ? სწორია, საბჭოთა კავშირმა და არა გერმანიამ. და მოვისმინე და ძალიან გამიკვირდა. თუმცა ის რაც ხდება მსოფლიოში და მხოლოდ მსოფლიოში კი არა, ჩვენს უახლოეს წრეში იმდენად გაუგებარი, აბსურდული და ამოყირავებული რამაა, რომ ჩემს თავს მე რამდენად ვეკითხები, იქნებ მე ცხოვრების რაღაც მონაკვეთში, სხვა კარში შევედი და პარალელურ რეალობაში მოვხვდი. იმ რეალობაში, სადაც მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირმა დაიწყო, სადაც ინგლისმა და საფრანგეთმა აიღეს ბერლინი და რაიხსტაგზე დროშა ჯონ დოუმ და ჯეინ დოუმ აღმართეს, სადაც არატრადიციული ურთიერთობა უფრო ტრადიციულია, ვიდრე ეს ძირძველი ტრადიციული იყო და სხვა მრავალი. და როგორ გინდა ამ თემაზე იღლიცინო და იშაყირო, აღარ ვიცი. ალბათ მალე ჩვენი არხის ხელმძღვანელობას განცხადებით მივმართავ, რათა სხვა ჟანრის გადაცემათა ბლოგში გადამიყვანოს, რადგან ის, რაც გარშემო ხდება, სასაცილო ნამდვილად არ არის. მაინც როგორ ულაყებენ და ურეცხავენ ტვინს ადამიანებს, სასწაულია პირდაპირ. პროპაგანდა უძლიერესი იარაღი ყოფილა და არა მხოლოდ ჭკვიანი ადამიანის ხელში, არამედ საკმაოდ საშუალო დონის პროპაგანდისტებსაც შეუძლია თავისი დონის მსმენელი ჭკვიდან გადაიყვანონ. ადრე მეგონა რომ ეს არარეალური რამაა, მაგრამ ახლა, როდესაც ნახევარი ცხოვრების გზა განვლია, უკვე ხვდები რომ არაფერია გამორიცხული. ამიტომ მოგიწოდებთ ყველაფერს, რასაც კი ნებისმიერი ადამიანის პირიდან მოისმენთ, ბრმად ნუ დაიჯერებთ და გადაამოწმეთ და კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ. რასაკვირველია, ასეთ ცხოვრების წესი საკმაოდ ხლაფორთიანი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უფრო დაზღვეული იქნებით ფატალური შეცდომებისგან, ასე მგონია მე. რამდენიმე წელია, რაც მე აქტიური მსმენელი გავხდი ამა თუ იმ მოლაპარაკე თავებისა და რამდენიმე წელია ჩემი აზრი მერყეობს მარტის ამინდივით. ხან აქეთ იხრება, ხან იქით, ხან შუაში ტკეპნის ერთ ადგილს და ხან კი საერთოდ ისეთ უღრან აზრებში იკარგება, რომ მერე ყურებით ძლივს გამომყავს უკან და ყველაფერს თავიდან ვიწყებ. ამასინათ მაგალითისთვის ვისმენდი ორი ინტელექტუალი და გათვითცნობიერებული ადამიანის 2 საათიან ბაას. აი ისეთი ყაიდის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ისტორია იციან ისტორიაზე უკეთესად. ახსოვთ მსოფლიოს ყველა მეფისა და მხედართმთავრის გვარსახელი. ახსოვთ თარიღები, მოვლენები და მოკლედ ჩემთან შედარებით არიან ჰეროდოტეები, არისტოტელეები და არ შემეშინდება ამ სიტყვის არისტოფანეებიც. და უსმენდი მათ, ისინი კი კამათობდნენ ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე. ერთი ირანელების მხარეს იყო, მეორე ისრაელელების და შესაბამისად ამერიკელების და იმის გამო რომ მე მინდოდა ამ საკითხში მეტნაკლებად გაურკვეულიყავი, თუ ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, მთელი 2 საათი უსმენდი მას და რა მერე. როდესაც ერთი ლაპარაკობდა, იმის მხარეზე ვიყავი და როდესაც მეორე, იმ მეორის აზრზე გადავდიოდი. საბოლოოდ გადაცემის დასრულებისას მივხვდი, რომ ვერაფერს მივხვდი. დღესაც არ ვიცი, უნდა დაიწყო თუ არა ისრაელსა და ამერიკას ომი ირანის წინააღმდეგ. დღესაც არ ვიცი, მართლა არის თუ არა ირანი ასეთი მსოფლიო სიბოროტე, რომ განხორციელებულიყო ის სისასტიკე, რაც განხორციელდა მის მიმართ. დღესაც მინდა დავიჯერო ის, რაც მე უფრო სამართლიანი მეჩვენება და აი რა მეჩვენება უფრო სამართლიანი, ამაში ბოლომდე ვერ გავარკვეულ ვარ. ფაქტია, რომ არც ერთ მხარეს აღარ ვიხრები და მეცაც გეტყვით. ადრე თუ ამერიკელები ბრძენი და უცოდველი ადამიანები მეგონდნენ, დღეს ამ მიმართულებით ბევრი კითხვა დამებადა. მაგალითისთვის, უსმენდი, ერთმა კორესპონდენტმა ჰკითხა ტეხასის სენატორს, რესპუბლიკელ ტედ კრუზს, რატომ დაიწყო ამერიკამ ირანის დაბომბვა და
ტედ კრუსმა უპასუხა, იმიტომ რომ ირანელები კლავდნენ ამერიკელებსო. და აი ეს უნდა დავიჯერო თუ არა, რა ვიცი, ალბათ ჩემი სურვილისამებრ მოხდება, თუ მინდა დავიჯერო, დავიჯერებ. მანამდე ასეთი ინფორმაცია რომ ირანელები თურმე კლავდნენ ამერიკელებს არ გამეგო. მე ამას მაგალითისთვის ვამბობ, მეგობრებო. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რაც ჩვენ გარშემო ხდება, სრულიად გაუგებარია ჩემთვის და არ გამოურიცხავ თქვენთვისაც. გარშემო კი არა, ჩემში რა ხდება დღემდე ესეც კითხვებს ბადებს ჩემში და ამიტომ ისევ და ისევ სოკრატეს სიტყვებს გავიმეორებ. მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. ვიცი ერთადერთი რამ, რომ ასეთ ცვალება დროს ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ჩუმად და ფრთხილად, პირზე ღიმილით და თუ ამის საშუალება და ნიჭი გვეყოფა და თუ ამის ნებას მოგცემს ჩვენი მფარველი ანგელოზი, უნდა გადავიქცეთ რეგიონის მშვიდობის ოაზისად. ნეტავი ასე მოხდეს. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.